ბავშვი შემოყვანა მინდა ფეხბურთზე და მოვედით ახლა რომ რაღაცა მწვრთნელებს გავესაუბრო პირობებზე. ეს არის ჩემი ბიჭი, ქუდიანი. ხო, ჩვენ სახლები ვართ, 2013-იანი არის ჩემი, ლაზარე. ხო, თან აქვე ვცხოვრობთ სანზონაში და რომ ვნახე ამათი პოსტი რომ რაღაც ახალი ბავშვების მიღებას ვიწყებთო, მეთქე მივიდეთ, ვნახოთ. ხო, ჩემი 2013-იანია და რაღაც აშკარად ვერ ხარჯავს ხოლმე ენერგიას და მინდა რომ დაკავდეს რაღაცით, ხო. დედა ბესხვარ არის და მწვრთნელი. აი მე რაღაცა არ მომივიდა ახლა თვალში ეს კაცი. იქ ჩემი მეუღლია ქალბატონო გველოდება. ლაზარი წამოდი დედა. ომარიკო მოდი აქეთ. გამოვაი ხა მასწავლებელი და ბანახო ერთი შენი თავი, აჩვენე ბეჭები. შეხედე სულ გაოპლიანებულა, გაგაფრთხილე მე შენ. აუ ფეხბურთზე შეგყავართ, ახაც გაოპლიანდე. კარებში უთხოვდით ბურთს ბავშვები. გამარჯობა ქალბატონო, თქვენ გინდათ ბავშვის შემოყვანა, ხო? დიახ. ომარიკო მოდი აქეთ. აბა რომელია ქალბატონო თქვენი შვილი დამანახე? აი ეს ეხლა რო დაეცა. ხო, ეხლა გეტყვით რაშია საქმე. ვაით ეხლა ცოტა ხნის წინ რომ დედა სანზონარეთ 18-ში შემიყვანეო. თან თავის მეგობარი დადის აქ. ხო, 1-3 წელია და ვივლიან ესენიც ერთად. დიახ, გასაგებია და აი რა უნარები აქვს ბავშვს, ანატრეთ დადიოდა სადმე? კი, დავდიოდი ინგლისურზე და კიდე მათემატიკაზე. ოღონდ 4 თვე. მე გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და გამომიყვანა დიაჩემა. ხო რა ვიცი ახლა უნარები სირბილი უყვარს. ეს დადიოდა, 1 წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ვით აღარ მოეწონა მერე. ხო და ვეღარ ვიხდიდი გადასახადს და მაგითო გამოვედი. გადიო. ხო და თქვენი გუნდი გვაწყობს. თან აგერ ყოფილა ღრმაღელის მეტროდან 5 წუთში და მარტო ცარებილის ბავშვი. მოკლედ ჩაგწერთ, ნენელა ვიაროთ, შევხედოთ, სად უფრო ითამაშებს კარგად, თავდასხმაში, დაცვაში, მეკარეთ და აი მე ოღონდ მეკარე არა, ძალიან გთხოვთ რა. და რატო ქალბატონო? რაღაც მეშინია. აი მე რაღა მაინც ეს დააყენეს კარებში. ომარიკო მიდი ეგ პენალტი უნდა აიღო. დარტყმა აიღო. ლაზარე გაუტანდა აბა ამას გოლს ლაზარე.